Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში სინოდის ხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მედიას უთხრა დღეს უკვე ცხადი გახდა როგორია ღვთისნებაო მივესალმები მეუფე ნიკოლოს დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი მინდა შევაფასოთ დღევანდელი სინოდის ხდომა და ასევე ვიდრე თქვენ შემობძანდებოდით სტუდიაში მე ვთქვი რომ მე რა ვთქვი განჩინებაშიც რომელიც დაიდო წერია რომ თქვენ გქონდათ თქვენი განსხვავებული პოზიცია ასაკის ცენზთან დაკავშირებით და მე მგონი ერთადერთი იყავით ვინც არა ერთადერთი არ იყავით. მოდით დავიწყოთ დღევანდელი დღის შეჯამება როგორი იყო რა შეფასებას აძლევთ ელოდით თუ არა რომ ხმები ასე გადანაწილდებოდა როგორი შედეგებიც დაიდო და რაში მდგომარეობდა თქვენი განსხვავებული პოზიცია მეუფე. მადლობა პირველ რიგში. თქვენს მადლობა მოსწრებისთვის. იცით რა მე არ ვიცი რამდენად ყველა საქმის კურსია ამის საზოგადოება მოხდელობაში ამიტომ თუ შეიძლება რაღაც ისეთ მარტივ რაღაცას ვიტყვი მარტივ ჭეშმარიტებას უბრალოდ რომ იცოდეთ როგორია ჩვენი მთავარი პრინციპი სინოდის ხდომის წარმართვის ესე იგი ჩვენ შეთანხმებულები დებულების მიხედვით არის ესა და მე რო პირველად ამას გავეცანი გამიკვირდა მაგრამ ძალიან მომეწონა ესა ესე იგი ახლა რა უნდა მოგიყვეთ. აი გათვალისწინებული არის სინოდის ხდომაზე ჩვენ რო თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება გქონდეს. ესე იგი არავინ არა ვარ ჩვენ შეზღუდულები იმაში რომ ჩვენი აზრი თქვათ დავაფიქსიროთ. რაც არ უნდა ეს აზრი იყოს რადიკალური. ყველა შეგვიძლია რომ ხმამალ ავდგეთ, გამოვთქვათ პატრიარქის დროსაც ესე იყო და მით უმეტეს ახლაც ესეა უფრო თავისუფლად ლაპარაკობთ ჩვენ და ხო და ოღონდ აი როგორც კი იქნება ეს ასთა სხვადასხვაობა თუნდაც კამათი თუნდაც რაღაცა შეუთანხმებლობა ხო როგორც კი კენჭისყრაზე დგება საკითხი დადგება ბოლოს კენჭისყრაზე საერთოდ გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს კენჭისყრით დიახ როგორც კი კენჭისყრაზე დგება საკითხი და კენჭისყრით გადაწყდება უმრავლესობით ესე იგი ამის შემდეგ ისიც კი ვინც რადიკალურად განსხვავებული აზრის არის სინოდის ხდომას ხელს აწერს მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ეთანხმება თუ არ ეთანხმება თუ ეს შეუთანხმებლობა თუ ეს დაუთანხმებლობა რაღაცა ძალიან პრინციპულია მაშინ ესეთი რეგლამენტი ესეთია რომ 3 დღის განმავლობაში უნდა დაწეროს სინოდის წევრმა თავისი მოსაზრება და წარადგინოს 3 დღის განმავლობაში სინოდს უნდა წარადგინოს და ესე იგი ეს იქნება ნუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება იმიტომ რომ უმრავლესობით იყო მიღებული მაგრამ ეს დაერთვება რა ახლა მე უკვე ისაია მაგალითად დღესვე წარმოადგინა თავისი დაწერილი და ამიტომ ესე იგი ეს ახლა დაერთო სინოდის ხდომას რა და რატომ არ მოხდა ამისი გათვალისწინება მე ამ შემთხვევაში ისევ გავიმეორებდი რომ თქვენ გქონდათ განსხვავებული მოსაზრება როგორც განჩინების მიხედვით ვნახეთ ანდრია გვაზავა განჩინებაში ამბობს რომ მეუფე ნიკოლოზი იყო წინააღმდეგი რომ შეწყვეტილიყო მსჯელობა ასაკთან დაკავშირებით თქვენ ერთადერთი იყავით ვინც სინოდზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეთ ასაკის ცენზზე არა არ ვიყავ ერთადერთი რამდენიმე ადამიანი იყო ესეთი ვინ იყვნენ შეგიძლიათ გითხრათ კიდე ვინც იზიარებდა იმას რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ უნდა ყოფილიყო არ მახსოვს კარგად მაგრამ მეუფე ზენონი იყო ესე თვითონ მეუფე დანიელი იყო ესე და ყველას ნუ ჩვენი ეხლა რაზეა იცით აქ ლაპარაკი რომ ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენს ამ დებულებაში ეს ასაკის ცენზი გაუგებარია საერთოდ რატო არის იმიტომ რომ არსად არ არის აი არც ერთი მართლმადებელი ეკლესიის დებულებაში ასაკობრივი შეზღუდვა ზედაზღვარზე არ არსებობს და ნუ აი ჩვენთან რატო უნდა იყოს რაღაცნაირად გაუგებარია და მით უმეტეს ახლა დღეს როდესაც პრაქტიკულად ეს ეხებოდა ერთადერთ ადამიანს ეს იყო მეუფე დანიელი იმიტომ რომ არიან ადამიანები რომლებიც ამ ასაკს მიღმა არიან მაგრამ როგორც ნუ აი ძირითადად მათი კანდიდატურა არ განიხილებოდა რომც მოხსნილიყო ეს ცენზი ალბათ სხვა მდელმთავრების კანდიდატების განხილვა არ იქნებოდა აქ ძირითადად მეუფე დანიელზე იყო ლაპარაკი
ხო და მე სხვა ეკლესიების მესვეურებსაც ვკითხე ამის შესახებ და ესეთი რამ მითხრეს, რომ ესე იგი თუ ადამიანი წესიერი ადამიანია, ვთქვათ, ხო? ეს ასაკოვანია. ის თვითონ იტყვის, რომ მე ასაკი მაქვს, ისეთი, რომ აღარ შემილია. და ნუღარ დამავარ. თუ არ აქვს ძალა და თავი თუ აღარ აქვს. აი მე აღარ შემიძლია და ამიტომ არ დამავალოთ. ეს ბუნებრივია ძალიან. ეს ბუნებრივია. ეხლა ადამიანს უთხრა, რომ შენ გადაცდი რაღაცას და ისა, მაგრამ ამაზეც არ იყო, იცით, ლაპარაკი უფრო იყო ინტერპრეტაციაზე. ჩვენ რაღაც ერთ რამეზე შევთანხმდით ყველანი, რომ ეხლა დღეს არ შევცვლით დებულებას. თუმცა დებულების ბოლოში წერია, რომ სინოდს შეუძლია, რომ დებულება შეცვალოს. მაგრამ ამაზეც გამოითქვა მოსაზრება, რომ დებულების შეცვლა შეუძლია იმ სინოდს, რომელსაც პატრიარქი ესწრება, ზოგადად. მაგრამ ამაზე შევთანხმდით, რომ დებულებას არ ვცვლით, მაგრამ რას ნიშნავს 70 წელზე მეტი? აი ამაზე იყო ასთა სხვადასხვაობა. ხო, მესმის. აქ უკვე ბევრი ის იყო, ზოგი ისე ამბობდა, ზოგი ასე. ხო და ეს კამათი, ესე იგი ფაქტიურად შევიდა ჩიხში. იმიტომ რომ ვერც ერთმა მხარემ ვერ დაარწმუნა მეორე. ამიტომ აი როგორც მოგახსენეთ, ბუნებრივი იყო ეს, რომ დადგა კენჭისყრაზე ეს საკითხი რა. დადგა კენჭისყრაზე და უმრავლესობამ ყველამ არა, მაგრამ უმრავლესობამ დაუჭირა მხარი იმას, რომ შეწყვეტილიყო ეს საუბარი და დარჩენილიყო ისე, როგორც არის. რომ არ ყოფილიყო ეს საკითხი დახურული, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი კანდიდატი სავარაუდოდ იქნებოდა მეუფე დანიელი, ხო? მეუფე, რა მაინტერესებს იცით, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს ასაკობრივი ცენზის საკითხი სხვანაირად რომ გადაწყვეტილიყო, გნებავთ იგივე დიპლომის საკითხი, რაზეც მიმართვა გააკეთა მეუფე ისაიამ, ანუ მეუფე დანიელი და მეუფე ისაია, რომ დამდგარიყვნენ როგორც კანდიდატები, ფიქრობთ, რომ შესაძლებელია სურათი შეცვლილიყო დღეს? მეუფე გააჩნია, თუ მეუფე დანიელიც და მეუფე ისაიაც მონაწილეობას მიიღებდნენ, მე რატომაც გონია, რომ რაღაც ხმები, აი რასაც თქვენ მეკითხებით, ფაქტიურად ეს კითხვა თავის პასუხობს თვითონ, იმიტომ რომ თუ მიიღებდნენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ვიღაცა ხმას მიცემდა მათ. თუ ვიღაცა იმათ მიცემდა ხმას, სხვას ნაკლებს მიცემდა და შესაბამისად არ ვიცი ხა, როგორი სურათი დადგებოდა, მაგრამ სურათი რო შეიცვლებოდა, ცხადია, რა თქმა უნდა, კი. და რამდენად გადამწყვეტად შეიძლებოდა შეცვლილი? არ ვიცი, ეხლა მაგე ჰიპოთეტური კითხვაა. ხო, მესმის, კი ბატონო. მესმის, კი ბატონო, გავეშვათ მაშინ მაგას, ვინაიდან ეს თემა დაიხურა. დღევანდელი შედეგების თაობაზე მინდა ვისაუბროთ. დაიხურა რას ნიშნავს, იცით, რომ ესე იგი ჩვენ პირდაპირ ხო გეუბნებით, ვალდებულება გვაქვს ესეთი, რომ ოქმს ხელი მოვაწევთ. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანობაში ვეთანხმებით ამას. და თუ არ ვეთანხმებით, ხო გეუბნებით, აი ვიღაცა მეუფე ისაია მაგალითად ეს წერილი დატოვა. დატოვა და თქვენ წაიკითხეთ ეს წერილი და საზოგადოებას დარჩა ეს ინფორმაცია, რომ აი მეუფე ისაიას განათლებასთან არა, ოღონდ დიპლომთან დაკავშირებით. დიპლომთან, წეგან მეუფე ანტონსაც უთხარი, დიპლომთან, თორე მეუფე ისაიას განათლება არ აქვს, ამაზე საუბარი უხერხულიც კი მგონი. დიპლომი არ ყოფილიყო, ესე იგი, გადამწყვეტი დიპლომი, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ დრო გამოვიარეთ, ყველა. ისეთ დრო გამოვიარეთ, რომ მეუფე ისაიასაც, სხვებსაც, ესე იგი, ბევრჯერ შეეძლოთ ამ დიპლომის აღება. და არჩიეს და ისევ პატრიარქის რჩევით და ლოცვა-კურთხევით, ახლა მეუფე ისაია ორ სხვადასხვა ომში იყო მაგალითად რა. მაშინ ომში არ უნდა წასულიყო და არ უნდა დაეცვა იქ ეკლესიის ღირსება და ეს დიპლომი ექნებოდა და არანაკლები დიპლომია ჩემი აზრით, რა ვიცი. ხო, რა თვითონაც საუბრობს ამაზე საკუთარ მიმართვაში, რომლითაც დღეს მან მიმართა, მოგმართა თქვენ სინოდის წევრებს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ შედეგებს, მოსაყდრე, რომელმაც აიღო 20 ხმა, მროველურბნელი მიტროპოლიტი იობი, რომელმაც აიღო 7 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, რომელმაც აიღო ასევე 7 ხმა და ის 4 ხმა ვიცით და ერთი არესწავლა
ესწრებოდა დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტი. ელოდით რომ ამ შედეგით დასრულდებოდა დღევანდელი სხდომა და ნიშნავს ის მიღებული ხმები, ვინაიდან უკვე 50+1 გამოდის სინოდის წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე, რაც მიიღო მოსაყდრე შიომ, რომ საქართველოს 142 პატრიარქი იქნება შიომუჯირი? იცით რა, დიდი ალბათობით. ოღონდ ზუსტად ახლა ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ კიდევ ერთი კრება უნდა იყოს იქ და ამ კრებაზე კიდევ თავიდან უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა, ხო? ახლა ჩვენ რამდენიმე კანდიდატიდან გამოვირჩიეთ და ახლა 3-დან იქნება გამორჩევა. ხო და დიდი ალბათობით ალბათ ეგრე იქნება, ალბათ. ეს ჩემი ვარაუდია უბრალოდ და რა შეეხება იმას ახლა რა მოხდება, რა ვიცი, ნახოთ. ხო, იმიტომ რომ მე უფესამა მყავდათ 1-2 საათის წინ სტუმრად ეთერში და მანაც იგივე თქვა, ხო, დიდი ალბათობით, მაგრამ არც ისა გამორიცხულიო, რომ სურათი შეიცვალოს. ანუ თქვენს ამას მაინც უშვებთ. ჰიპოთეზებია. კი ბატონო, კარგით. მაშინ კითხვას დაგისვამდით, ასეც რის მიხედვით მიიღო მეუფე შიომ ეს ხმები? მიიღო იმის იქიდან გამომდინარე, რომ ის 9 წლის განმავლობაში იყო პატრიარქის სიცოცხლეშივე გამოცხადებული, როგორც მისი მოსაყდრე, მიიღო პირადი ავტორიტეტით, იმიტომ რომ მეუფე შიო, მაგალითად მე არასოდეს არ მქონია მასთან ინტერვიუ და შესაძლებელია ბევრი რამ არც ვიცი ჩვენ მის შესახებ, ისე საინტერესო იქნებოდა ეთერში მისი მოწვევა, სიამოვნებით ვუმასპინძლებდით, ისევე როგორც სხვა კანდიდატებს. თუ შესაძლებელია, ვინაიდან იყო აქ საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნების მხრიდან მაინც ყველაზე მეტად მხარდაჭერა სავარაუდოდ ჰქონდა მოსაყდრე შიოს ამან განაპირობა. თქვენ როგორ ახსნით? იცით რა, ბოლოდან რომ დავიწყოთ, როგორ გითხრათ, მე არა ვარ ჩახედული ამ სამზარეულოში, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ თავისი ინტერესი დამკვიდროს თუ გამოაცხადოს თუ ხარი დაუჭიროს, აი რანაირი ფორმით, მე არ მქონია. მთავრებთან საუბრები რაღაც არ მქონია, შეიძლება, არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე პირადად არ მქონია არანაირი შეხება აი ამ პროცესთან თვითონ. დიახ. სხვა შორის ქართულ ოცნებაზე კი არ ვიტყვი, მარტო საერთოდ ყველა ხელისუფლებას. კი ბატონო, ყველა ხელისუფლებას ყოველთვის ექნება ცდუნება ეკლესიის ავტორიტეტიდან გამომდინარე, რომ საიდან მოდის, იცით, ეს მოდის როდესაც პირველად ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა რომის იმპერიაში, ესე იგი ეს იყო კონსტანტინე დიდი იმპერატორი, მაშინვე დაიწყო ეს პროცესი. მაშინვე დაიწყო და ეხლა ბუნებრივია რა. იმპერიები, თქვათ, იგივე რომის ეკლესია, იგივე რა ვიცი, ეს ყოველთვის იყო ეს. ოღონდ ხო გეუბნებით, მე პირადად არ მქონია არასოდეს ამასთან ესე პირადი შეხება არ მქონია რა, რო აი ჩემზე ან გავლენის მოხდენა, ან რაღაც ან დაშინება, რაღაც აი ვერ, რა ვიცი, ვერ წარმომიდგენია. ხო და აი სხვასთან როგორ იყო და რა იყო არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით. რაც შეეხება ხელისუფლებას, რაც შეეხება ახლა მე უკან რო გამოვყვეთ, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რაც შეეხება მეუფე შიოს, იცით რა, საკმარისია რაღაც ბუნებრივ, ჩვეულებრივ აი ესეთ გარემოში შეხვდეთ, ადამიანურ გარემოში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომხიბლავი ადამიანია. ყველანაირად, იმიტომ რომ განათლებულიც არის, საინტერესო ბიოგრაფიის კარგი ოჯახის შვილია, ძალიან დამსახურებული ოჯახია მისი ოჯახი, მისი მშობლები, მე კიდევ ძალიან საინტერესო პროფესია ჰქონდა. მუსიკოსი. ხო, ვიოლონჩელისტი იყო და როგორც ამბობენ, ძალიან იმედის მომცემი რაღაც კონკურსების ლაურეატი. ახლა მე ზუსტად არ ვიცი, ზუსტად რომელი კონკურსის და რაღაც, მაგრამ კარგად უკრავდა რა. თავისთავად ჩემთვის ეს დიდი კარგი დახასიათებაა. მე შევესწარი მისი სწავლის საკითხს, აი როცა სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის უნივერსიტეტი, არის ძალიან საინტერესო სასწავლებელია ეს. ესე იგი ეს არის რელიგიური სასწავლებელი, რომელიც არის საერო სასწავლებელი. ანუ აკრედიტირებულია. როდესაც ეს სასწავლებელი გაიხსნა, მაშინ რუსეთის მოსკოვის სემინარიას თუ აკადემიას აკრედიტაცია არ ჰქონდა და მათი კურსდამთავრებულები საერო ვერც მასწავლებლად ვერ იმუშავებდნენ, ესე რომ ვთქვათ. ეს რაღაცა პირველი გააკეთეს ესეთი საერო აკრედიტაცია გაუკეთეს სასწავლებელს და ის დაამთავრა და
შესწრებული ვარ, როგორ ემზადებოდა გამოცდებისთვის, როგორ ეს მის წინააღმდეგ როგორც კონტრარგუმენტი, სწორედ მოსკოვში მიღებული განათლება, თქვენ ჩემზე კარგად იცით, არა, რა იყო მის წინააღმდეგ კონტრარგუმენტი. ეხლა ეგ ის არის, ეხლა რაღაცა რა შუაში, ეხლა თუ რუსეთის მხარდამჭერი იქნები, არ არის აუცილებელი რომ მოსკოვში ისწავლო, აქაც შეიძლება ეს იყო, რა ვთქვა და რაც შეეხება სასწავლებელს, კარგი სასწავლებელია, ნამდვილად და განათლება სად მიიღებ, მასე ილიას და მასე თერგდალეულებს რუსეთში ქონდათ განათლება. მეუფე პატრიარქის სიცოცხლის პერიოდში, აი წლების განმავლობაში ამდენი წელი ის იყო ეკლესიის საჭეთმყრობელი, ხომ არ ქონიათ მასთან საუბრები, აი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მემკვიდრე, იმიტომ რომ ვიდრე ჩატარდებოდა დღევანდელი სინოდის ხტომა, სულ სვავდი ხოლმე კითხვას, ნიშნავდა თუ არა პატრიარქის მიერ მოსაყდრეთ მეუფე შიომუჯირის დასახელება ავტომატურად მის დასახელებას მემკვიდრეთ. აი ხომ არ ქონიათ მასთან საუბრები, ვინმეზე ხომ არ უსაუბრიათ? პატრიარქს ოდნავ მაინც რომ ამაზე რაიმე აქცენტი გაეკეთებინა, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა მისი მხრიდან. პატრიარქი არ უშვებდა ესეთ შეცდომებს საერთოდ და შეცდომა იქნებოდა, იმიტომ რომ პატრიარქს არ აქვს უფლება, პატრიარქს შეუძლია დაასახელოს თავისი მოსაყდრე, პატრიარქს შეუძლია ანდერძი დატოვოს მისი გარდაცვალების შემდეგ 40 დღე ვინ იქნება მოსაყდრე, მაგრამ პატრიარქს არ აქვს ხმა ახალი პატრიარქის არჩევნებში. და არავითარ შემთხვევაში პატრიარქი ამას არ დაარღვევდა. არც პირად საუბრებში რამე ასეთი სურვილი მისი პირადი არ უჩვენა. ჩემთან რო არ ქონია ერთი. მაგრამ გამორიცხულია რომ პატრიარქს ეს ვინმესთვის რამე თუ ქონდა კიდევაც რაღაცა გარკვეული მოსაზრებები, ხო? თუ ქონდა კიდევაც. არ მგონია რომ ვინმესთვის ესე თქვა რა, იმიტომ რომ ამის თქმა დააზიანებდა იმ კანდიდატს. თუ პატრიარქი იტყოდა რომ მე მინდა რომ ეს იყოს პატრიარქი, დიდი ალბათობით ის ვერ გახდებოდა მერე პატრიარქი. გესმით, იმიტომ რომ ეს დარღვევაა. კი ბატონო, ეხლა გაფართოებულ კრებაზე რომელიც უნდა ჩატარდეს, ფიქრობთ რომ პირველივე ტურში დასრულდება და 17 მაისამდე ხომ არ იცი ჯერ არა, ვიყარაკეთ დღეს ამაზე, მაგრამ როდის ვიტყვა რომ აი 17 მაისის წინა კვირაში, მაგრამ რა არის იცით იმდენი საქმეა საორგანიზაციო რომ აი გამორიცხული არ არის რომ 17 მაისამდე ვერ მოესწროს ამის ყველაფრის ორგანიზება და ნუ ეხა ესეც ის ბუკვაედობა ხო არ არის ეხა რომ თქვენთვისაც ახალია ხო რამდენადაც 59 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას ყავდა ერთადერთი და შეუცვლელი პატრიარქი მე ვიყავი არა გულისხმობ პატრიარქის არჩევას ეს თქვენთვისაც ახალია ყველანი პატრიარქის ნაკურთხები ვართ აჰა ამიტომ დღევანდელი სინოდის წევრი მეუფე ზოსიმეს ხო შორის ესწრებოდა იმ კრებას როდესაც მისი უწმინდესობა გამოირჩიეს, დიახ. ზოსიმი და გონი მეუფე ანანია თუ არ ვცდები. მეუფე ვახტანგი, მეუფე ვახტანგი ესწრებოდა ჩვენ მქონდა მისი კადრები ძალიან ახალგაზრდა, ისევე როგორც ილია მეორე ძალიან ახალგაზრდა. იყო მაშინ. ეპისკოპოსად პატრიარქმა აკურთხა, მაგრამ დიაკონი კი იყო. დიახ, აი რაღაც ეს. კი ბატონო. და აი მოდით ასე დაგისვამთ კითხვას, ილია მეორე იყო, ნუ განუზომელი ავტორიტეტის მქონე და მისი სიტყვა ყოველ შემთხვევაში აი გარედან დანახული საპატრიარქოში და ამდები ასე ჩანდა რომ მის სიტყვა იყო როგორც კანონი იმის მიუხედავად რომ თქვენ ბრძანებთ რომ თქვენ განსხვავებულ მოსაზრებებსაც გამოთქვამდით და ამის პრობლემა არ ქონიათ ხო მე განსხვავებული აზრი პატრიარქისთვის ხო ანუ ამის მიუხედავად ეს ძალიან ღიად ჩანდა რომ მისი უწმინდესობა იყო ისეთი ავტორიტეტი რომ მისი სიტყვა ალბათ იყო გადამწყვეტი. ეხლა, როდესაც შედეგები ასე გადანაწილდა, მეუფე ნიკოლოზ 20 ხმა მოსაყდრეს, 7 ხმა მეუფეებს გრიგოლსა და იობს. და იქ კიდევ მიმატებული ის 4 ხმა, ერთი გაბათილებული ბიულეტენი, ერთი დუშეთისა და წალკის მიტროპოლიტი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაესწრო დღევანდელ ხტომას. მაინც გამოდის ასე 20 ხმა და აქეთ 18 თუ 19 ხმა გამოდის. ანუ ეს არ იქნება ერთსულოვნება, ხო? როგორ ფიქრობთ, რამდენად მყარად გამოიყურება თუ გახდება პატრიარქი მისი პოზიციები მეუფე შიოსი თუ კი იგი აი ამ 39 ეპისკოპოსიდან 20 ხმით იქნება
არჩეული. თუ ფიქრობთ, რომ გაფართოებულ კრებაზე შესაძლოა მას კიდევ დაემატოს ხმები? ვიცით რა, ვერ გეტყვით, შეიძლება დაემატოს კიდევაც, მაგრამ სხვა რამე შეიძლება დააკლდეს? არა მგონი, არ ვიცი, ხო გითხარით, არ ვიცი. არ ვიცი, გვარაუდებია, მაგრამ აქ სხვა რამე არის. აქ იგივე პრინციპი მოქმედებს. იგივე პრინციპი მოქმედებს, რომ ჩვენ სხვადასხვა აზრს გამოვთქვამთ, ვიღაცა მიცემს ხმას და ვიღაცა არ მიცემს, მაგრამ თუ ის იქნება არჩეული, ეს დამთავრდება ეს ასთა სხვადასხვაობა და დაიწყებას მიეცემა. მე სხვა შორის გქონდა ერთხელ ხარ დავასახელებ კონკრეტულად რა და როგორ, როდესაც პატრიარქმა კანდიდატი დააყენა ეპისკოპოსობის. დიახ. და მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვთხარი რომ აი მე არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმები და კენჭის ყრა იყო და აირჩიეს ეპისკოპოსად. როგორც კი დამთავრდა სხდომა, მივედი ამ ახლა გამორჩეულ ეპისკოპოსთან და ვთხარი რომ მე არ მინდა მეთქი რომ სხვისგან იცოდეს, მე თქვენი წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ რადგან აგირჩიეს, დღიდან თქვენ და მე და თქვენ ძმები ვართ მეთქი და ბოლომდე ამ ძმობას გაგიწევთ. ასეც მოხდება ახალი პატრიარქის არჩევის შემთხვევაში. ისე მოხდა იმ შემთხვევაში და აქაც ესე მოხდება, რა თქმა უნდა. აი ეს არის სწორედ ის პრინციპი, არ ვიცი რა ქვია ამ პრინციპს სახელად, რომ ჩვენ ვჯელობთ, სხვა შორის ახარებაში წერია, რომ იმჟელეთ და უკეთესი გამოირჩიეთ. ესე არის, ეს ახარებისეული სიტყვებია და ჩვენ გამოვირჩევთ, მოისმინეთ ყველასი რჩევა და უკეთესი გამოირჩიეთ. ჩვენ გამოვირჩევთ, რომ გამოვირჩევთ, მე იქ დამთავრებულია პატრიარქია, ოღონდ მე მაინც მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ ეს ავტორიტეტი თქვენ რომ ბრძანეთ, რომელიც ჩვენ პატრიარქს ჰქონდა. ეს ავტორიტეტი არ ჰქონდა თავიდანვე. მის უწმინდესობას. დიახ. მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი სიფრთხილე იყო საჭირო, რომ პატრიარქის მიმართ ერთგულება გამოგეხატა, რომ გითქვა, რომ ეს ესეთი ადამიანია, რაღაც იძაბებოდა ხალხი გარშემო რა. იმიტომ რომ ახალგაზრდა იყო ჯერ. ეს ყველაფერი რაც ჩვენ ახლა ვნახეთ 50 წლის განმავლობაში, ჯერ არ იყო აღსრულებული ეს ყველაფერი. ნუ სრულიად სხვა რეალობაში გახდა ის პატრიარქი საბჭოთა კავშირის პერიოდში უმძიმე სიბნელეში და მერე აღმოჩნდა რომ მას უდიდესი მისია ქონია, ანუ გულისხმობ ეკლესიაში მერე როგორც განვითარდა პროცესები, ხალხი როგორც მიბრუნდა. დიახ. ახალ პატრიარქს ავტომატურად ეს ნდობა და ეს რაღაცა დიდი ავტორიტეტი არ გადაეცემა. ხო და მაშინ ეხლა დაგისვამთ ამ კითხვას თქვენ. აი უნდა მოიხვეჭოს, როცა ბრძანებთ, ეხლა რა არის ახალი პატრიარქის მთავარი გამოწვევა და მე ამ კითხვას გისვამთ იმ რეალობის გათვალისწინებით, რაში ცხოვრობს ეს ქვეყანა. თქვენ სასულიერო პირი ხართ, უამრავ ადამიანთან გაქვთ შეხება და თქვენ იცით დღეს რა მძიმე კრიზისია ამ ქვეყანაში და მეთანხმებით თუ არ დამეთანხმებით არ ვიცი, დაპირისპირების უკიდურესად მძიმე კრიზისია. აი ამ რეალობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაპატიოს მომავალმა პატრიარქმა თუ მე როცა ამ კითხვას ვსვამ, რაღაც ჩათვლის რომ ბევრის უფლებას ვაძლევ თავს, მაგრამ მე როგორც ერთ მოქალაქეს და თუნდაც როგორც ადამიანს, რომლისთვისაც სრულერთი არ არის ეკლესიას რა პოზიცია უკავია, როცა ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი უსამართლოდ დაჩაგრულად გრძნობს თავს და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეკლესიის სიტყვა და ხმავს სვამ ამ კითხვას. აი ამ კრიზისში, რაშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ და ძალიან მძიმეა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მთავარი გამოწვევა რა იქნება ახალი პატრიარქის? აღელვებული ქვეყანა, უსამართლოდ დატყვევებული ძალიან ბევრი ადამიანი, მართლა უსამართლოდ და ამაზე მე მგონი კამაც არ ვთუგნებავთ ვიკამათოთ წეგან მე უფე ანტონთან მქონდა ამაზე საუბარი. აი ამ რეალობაში რომ ქვეყანაში ადამიანებმა იგრძნონ რომ მათთვის ფიქრობს, მათთვის ვიღაც იბრძვის რომ სამართლიანობა მათაც განიცადონ. რა არის მთავარი გამოწვევა? მე მგონი პასუხი ჩავდე რა მინდა მინდა რომ თქვენ კითხვას კი არ მისვამ, თქვენ რიტორიკული კითხვა დასვით ან ალბათ მოდი ჩამითვალეთ სურვილია. კი ბატონო, მე უბრალოდ ცით რა მინდა გითხრათ, რომ პატრიარქი კი არა, ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ხა თქვათ ახალი პატრიარქის შემთხვევაში ეპისკოპოსების პირადი პასუხისმგებლობა იზრდება ძალიან. აი ახალ რეალობაში.
იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად მიჩვეულები ვიყავით, რომ ჩვენ მაგივრად ყველაფერს პატრიარქი აკეთებდა და ფაქტიურად ჩვენ მხოლოდ აი როგორც მაშინ წერია სახარებისეული სახეა, რომ გვიტი თუ ჩიტი რო შემოიკრებს თავის ბარტყებს და ფთებს რო გადააფარებს, აი ესე ვიყავით. ესე ვიყავით და რაღაც ბევრ ამაზე არ ფიქრობდით, არ გვიწევდა. უფრო ადვილი იყო. ხო, რა თქმა უნდა, დიდი პატრიარქი ყავდა ჩვენ, დიდი წმინდანი ყავდა და ესე იგი ის მე ბევრჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის მაგალითად, ყველაზე მაღალი ხარისხი ნდობის ჩემთვის რა სად არის. და პირველი რასაც მივხვდი რომ მე არა ვარ, მე თვითონ ჩემი თავის და მე დავფიქრდი ვინ არის და პატრიარქი პრინციპში ჩვენი პატრიარქი და რომელმაც გაგზარდა, რომელმაც რასაც მეტყოდა მჯეროდა რა მოკლედ იმის თქმამით. ეხა ესე არ არის, ეხა ჩვენ უნდა გადავინაწილოთ ეს პასუხისგებლობა და იცით რა, აი ამ გადმოსახედიდან მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი ხა თქვენ როგორ დამეთანხმებით ამაში თუ დამიჯერებთ რომ ესეა თუ არა. მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, ადეკვატურობას ალბათ. მე რომ მოვითხოვო ეხა მე ან თქვათ ახალმა პატრიარქმა რაღაც ისეთი რამ რაც გადის მისი კომპეტენციიდან და რასაც მაგალითად ხელისუფლებას მიმართავს და ხელისუფლება ამას არ შეასრულებს, წინასწარ თუ ცნობილია. ეს იქნება არაადეკვატური მოთხოვნა, გესმით? რატო რა, ხო, არ ვიცი, არა, შეგვიძლია ამაზე განსხვავება. მან უკვე მიმართა. ესე იგი მას ნაფიქრი აქვს ერთ-ერთ კანდიდატს, რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ახლა ცნობილია თავისი პრინციპული პოზიციით. მართლა ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომელიმე ხელისუფლება მაგალითად თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, მაგალითად მეუფე იობი. ყველა ეპოქაში სხვა მეუფე გრიგოლის ქადაგებები და ეპისტოლეები გვაქვს წაკითხული და მოსმენილი. იგივე მეუფე შიო, რომელმაც მიმართა ირაკლი კობახიძეს, ხო, მზია ამაღლობელის და სხვა სინდისის პატიმრების თაობაზე. მაგრამ რეალობა მზია გამხნევდა ამითი და რაღაცნაირად კარგი იყო ესა. იცით რა, მე გამიხარდა. როგორც ერთ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ რაღაცა სიტყვა გაიგოს ეკლესიისგან, რომ გავიგე რომ მიმართა. თქვენ მე ვფიქრობ, არ ვიცი, მე მაგალითად კარგად ვერ ვერკვევი მაგაში, მაგრამ გონი მან თქვენი როლი დიდია, იმიტომ რომ გონი თქვენ შეიძლება რომ კიდევ მოიწვიოთ ხოლმე ეპისკოპოსები და მათ კონკრეტულად კითხოთ აზრი ამის შესახებ. აი თქვენი აზრი მითხარი. აბსოლუტურად ვიგეთანხმებით მაგაში. აბსოლუტურად. მე რაღაცნაირად ესე მგონია, მე ბევრჯერ მithქვამს სხვათა შორის. კი, მე უფექი. ბევრჯერ მithქვამს, რომ მე მინდა ვიცხოვრო სამართლებრივ ქვეყანაში. და მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამოთქმისათვის ციხეში არავინ არ ჩაგვსვამს რა. ვამბობ რა მოხდა, მე ესე ვფიქრობ. სინოდიც ესე იყო. მე ესე ვთქვი დღეს. მაგრამ სინოდის წევრები არ დამეთანხმენ, მიიღეს რაღაც განსხვავებული აზრი და მე დავეთანხმე მერე იმას. იმიტომ რომ სინოდმა მიიღო. ასაკის ცენსთან დაკავშირებით. მაგალითად, ასაკის და განათლების ორივე საკითხზე მქონდა ესე იგი ეს. განათლებაზე კი არა მაქვს ლაპარაკი. განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც არ შეიძლება იყოს პრინციპული საერო იმაში იყო მაგალითები მოგვიყვანეს დღეს, რომ აი თქვა არავინ არ მიიღებს უმაღლესი თუ სკოლის დიპლომის არა გაქვს ატესტატი და რაღაც კი მაგრამ ეკლესიაში ესე არ არის. ხო, მეუფე ისაიას მიმართვაშიც მაშინ ეპისკოპოსის ხარისხში რატომ დავიდე? ეკლესიაში მარტო ჩვენთან კი არა. მე დავასახელე დღეს სასულიერო პირებით ერთ-ერთი არის უდიდესი წმინდანად არ არის შერაცხული, უდიდესი მოღვაწე, უდიდესი მხატაგებელი ეს არის ანტონ სუროჟელი. ანტონ სუროჟელი ლონდონში მოღვაწეობდა, პირადად გავიცანი და პირველი რაც მითხრა რომ ეს საეკლესიო განათლება არ მაქვს მიღებული და მითხრა რას ბრძანებთ ახლა მეუფე მითხრა რა არა გაქვთ ისეთი ქადაგებები აქვს ისეთი იმდენი წიგნის ავტორია წიგნებს წერს რა ადამიანი და ეძახის რომ არა ის არა დიპლომი ხო და არის ომება ესე ბუკვალურად არ არის ეს აი მეუფე ნიკოლოზ ზუსტად იმაზე იმ საკითხზე შევჩერდი წეღან რასაც მე გულისხმობ ჩემს კითხვაში ეხლა მე მესმის თქვენ რომ ბძანეთ რიტორიკულია ეგ შეკითხვაო რომ უფრო ჩემი სურვილი მაქვს ჩადებული როცა ამ კითხვას არა გეთანხმებით მაგრამ რა გავაკეთო მითხარით არა ვაპარაკობ ამაზე მოგიწევთ საუბრები ანუ როგორც სინოდის წევრებს მომავალ პატრიარქთან არა რა ვიცი ეხლა ეს ჰიპოთეტური კითხვა როგორ დადგება საკითხი, რა იქნება, როგორ იქნება. ხო გეუბნებით, მაინც ძალიან სერიოზული თემა არის. ეცით მე მაინც მომხრე ვარ იმისი, რომ ნებისმიერი ჩვენი საუბარი იყოს არგუმენტირებული, გამაგრებული დოკუმენტაციით.
ხო და რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ მეტყვით რომ მე თუ მოვინდომებ ყველანაირ დოკუმენტაციას მოვიპოვებ და წავალ და იმ ოჯახის წევრებს დაველაპარაკები და ან თუნდაც იმ ესე იგი პროტესტს რო გამოხატავენ ამდენი ხანი უწყვეტ პროტესტს, ყველა თითქმის ჩემი მეგობარია, ვინც იქ არის, ხო? თითქმის, ნუ ყველა არა, მაგრამ ბევრი. და წავალ და იმათაც მილაპარაკია კიდევაც და რაღაცა და ბევრ რამეში ვეთანხმები ამათ, მაგრამ იცით როგორ არის? აი რა გითხრათ, სადღაცა გადის ეს ზღვარი. მე ვიცი ჩემი კომპეტენცია რა არის. გასაგები. ჩემ კომპეტენციაში მე ვცდილობ რომ არ გამოვიდე აქედან. კი ბატონო, გასაგებია, ხომ გესმით ჩემი შეკითხვის სიღრმეშიც რაღაც ტკივილი მალაპარაკებს ალბათ, იმიტომ რომ აი უყურეთ, მე არ ვარ ადამიანი, ამას გულწრფელად გეტყვით, რომლისთვისაც სულ ერთია ეკლესია რას ამბობს, არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა ცდილობს, რომ ასეთება წარმოგვაჩინოს, არ ვარ მე ასეთი. ამიტომ ჩემ შეკითხვაში თავისთავად სურვილიც მაქვს, შიგნით ჩამსოვილი ძალიან დიდი. აი მე გეთანხმებით მაგალითად და მოგეუბნებით, აი თუ მაგალითად მე და თქვენ რამეს მოვიფიქრებთ, გავაკეთოთ და სინჯოთ რა გამოვაკეთან. კი ბატონო, ეხა მითხარით თვითონ ამ გაფართოებული კრების შესახებ რა როგორ იქნება? ანუ ეს გაფართოებული კრება როგორ ტარდება, იქ ხდება კანდიდატების დახასიათება, ვინ ახასიათებს, როგორ ვითარდება პროცესები? როგორ წარმოვიდგინოთ ჩვენ? იცით რა შეესაქმე, მგონი არ არის კარგად ჩამოყალიბებული ბოლომდე, იმიტომ რომ ესეც არ ყოფილა პირველი შემთხვევა ხა. გაფართოებული კრება იყო 1995 წელს, მაგრამ სხვა საკითხები იდგა აქ. და მაშინ სრულებით სხვა დატვირთვა ჰქონდა ამ კრების გაფართოებას, ესე რომ ვთქვათ რა. მაშინ წმინდანების საკითხი იყო, წმინდანად შერაცხვის ესეც ახალი იყო ძალიან ჩვენს ეკლესიაში. ეს იყო ინტელიგენცია, რომელიც იყო მოწვეული, ეს იყო ალბათ კიდევ ერთი ნაბიჯი ხალხის ეკლესიაში. მაშინაც ბევრი ხალხი იყო, ესე ცხოველში ჩატარდა და ვინც დაეტიაოთ, ამდენი ვერ დაეტეოდა. ეხლა მე არ ვიცი მაშინ. საერო პირები იყვნენ მიწვეული მაშინ. იქი მეცნიერები და ისინი. მე ვიყავ იმ კრების მდივანი. არ ვიყავ ჯერ ეპისკოპოსი, მაგრამ იმ კრების დივანი ვიყავი და ასე რომ მომსწრევარ იმ ყველაფერს, რაც მოხდა იქა და წერდი ჩემი ხელით ამ ყველაფერს და ხო და მაშინ არც ეს კომპიუტერები მქონდა და არც არაფერი, უბრალოდ ხელით იწერებოდა ეს ყველაფერი და მაშინ სხვა დატვირთვა ჰქონდა ამას. მაშინ ეს იყო ჩართულობა საზოგადოების. ეხლა მე მართალი გითხრათ, კარგად ვერ წარმომიდგენია რა აქ აზრი ამ გაფართოებული კრების მოწევას. ალბათ ის რომ ამ ხალხმა ნახოს თავის თვალით და ვინც ჩამოვლენ აი ეპარქიებიდან, ცხეთა-თბილისის ეპარქიიდან უდლებიერის ადამიანები ამ ისტორიულ კრებას რომ დაესწრონ უბრალოდ. ალბათ ეს თორე ისე ეხლა თითო ეპარქიაზე აი თითქოს დღეს ვილაპარაკეთ ეხლა ცოტა ესე რომ 3 წუთი იქნება ერთ ეპარქიაზე გამოყოფილი დრო. აბა წარმოიდგინეთ 1500 ადამიანმა რომ 3 წუთი ილაპარაკოს, ნუ არ დამთავრდება ეს. ჩვენთვისაც ისტორიულია, ანუ საზოგადოებისთვისაც ისტორიულია, იმიტომ რომ თაობები გაიზარდა, რომლებიც სულ უყურებდნენ რომ ამ ქვეყანას ყავდა ერთი პატრიარქი შეუძლებელი. დავშვიე საკითხიც რომ გავაკეთოთ პირდაპირ ჩართვა ამ კრებიდან. იმიტომ რომ არ ყოფილა რა ეს ამ რეალობაში ესეთი გაფართოებული და თუ გაფართოებული კრებაა ბოლომდე გავაფართოვოთ და ყველა ვნახოს ვისაც აინტერესებს. და ანუ აქ მოხდება 3 წუთიანი ქრონომეტრაჟი განისაზღვრა, როგორც თქვენ ამბობთ, დახასიათება კანდიდატების და მე არა, კანდიდატების ალბათ ბიოგრაფია იქნება წაკითხული, სავარაუდოდ კანდიდატების და რა რეალობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ესეც ძალიან მშრალია, იმიტომ რომ ეხა რამდენი შეიძლება კანდიდატზე მოყვე, ალბათ უნდა ნახო ვიკიპედიაში რა წერია და რაღაც ალბათ. თვითონ კანდიდატებს ექნებათ მიმართვები? იცით რა, მაგასაც იყო ლაპარაკი, რომ კანდიდატმა თავისი საპატრიარქო პროგრამა წარმოადგინოს. აი რას ისახს, მაგალითად რო გახდება პატრიარქი. არ ვიცი ეს დაამტკიცდება თუ არა. თავისთავად საინტერესო იქნებოდა რა, აი დღეს როგორ ხედავს და მე როგორ განხორციელდება მაგალითად. ანუ დღეს ეს სინოდის ხდომაზე ეს თემები გავლილი არ ყოფილა. კი ბატონო. და რა, აი საუბრობთ ისტორიულ პროცესზე, ხო?
მთელი ქვეყანა მართლა ძალიან რთულია დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმ უზარმაზარი ავტორიტეტიდან და 59 წლიანი მმართველობიდან, სიყვარულზე აღარაფერს ვიტყვი და ნდობაზე იმ დღეებმა ილაპარაკოს საკუთარ უკვე ისაუბრა იმ დღეებმა 59 წელი შეაფასა იმ რამდენიმე დღით ამ ქვეყანამ, ხო, თითქმის ამ ქვეყანამ, როდესაც გარდაიცვალა მისი უწმინდესობა და რაც ხდებოდა პანაშვიდებიდან დაწყებული მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით და სხვა შორის მერე სიონში ადამიანები მიდიან და ვერ შედიან, იმდენი ხალხი მიდის. ეს უკვე მეტყველებს მის აი ამ მრავალწლიან მმართველობაზე. მიმდევრულობაზე. ეგ არის მე მგონი ყველაზე მთავარი. და ამიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერი პატრიარქისთვის, ვინც იქნება ახალი, ეს იქნება ძალიან სერიოზული გამოწვევა და ტვირთი ალბათ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ ავტორიტეტის შემდეგ შეეჭიდო შენ თან ასეთ ქვეყანაში, ასეთი ქარტეხილებით სავსე ქვეყანაში. რო ახალი პატრიარქი თავმდაბალი თუ იქნება და არ შეეჭიდება ამას, ესე იგი და დატოვებს ამას ესე როგორც არის, აი პატრიარქის ავტორიტეტი. დიახ. ხელშეუხებელი უნდა იყოს ჩემი აზრით რა. და ახალმა პატრიარქმა გადადგას ნაბიჯები, იშრომოს, იღვაწოს და ისე შეაყვაროს ხალხს თავი, როგორც ჩვენმა პატრიარქმა შეაყვარა, ხო? არის რა არის ამაში ხა ესეთი? ერთი უცნაური კითხვა ალბათ მეტყვით, რომ რა კითხვას მისო სასულიერო პირი ვარო, მაგრამ სინოდის ხდომაზე როგორი რეაქციები გქონდათ, ხო ვერ მოგვიყვები კანდიდატებს, როდესაც ეს ხმები გაცხადა 20-7-7. ანუ თვითონ მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი, როგორი ირიანი. რა ეხა მეუფე გრიგოლი იქით იჯდა ვერ ხედავდი. მეუფე იობი გვერდზე მეжда და მეუფე იობს ვერაფერს ვერ შეატყობს საერთოდ. ესე იგი რა ემოციები აქვს, ადამიანია თვითონ ბერია და ეხა ბერები ყველა ვართ, მაგრამ ნუ ის რაღაც წებში ცხოვრობს და რაღაცა. ეხა ჩვენც არ გამოუხატავს არც ერთს. მეუფე შიოს უხარო და რა თქმა უნდა, ეხა ასეთი ნდობა, ასეთი რაღაცა. თქვენ ელოდით, იმიტომ რომ იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 16, აი წეგან მეუფე ანტონიც ამბობდა ამას 16-18 ეს თვითონ ჩამოწერა მეუფე ანტონის გვერდზე ვიჯექა. მეუფე ანტონის და აქეთ მეუფე იობი და ოყვა მე ჩამოწერა. თვითონ ხა კი არ ვიჭყიტებოდი, თვითონ მეუბნებოდა, აი ესე იქნება, ესე იქნება, ესე იქნება და ეს მისი ზუსტად დაემთხვა მის პროგნოზს და არა, არ დაუწერია. აჰა, კი ბატონო. რა ვიცი, გითხარით რამე მოლოდინები, რომლითაც თქვენ ახალ პატრიარქს ხვდებით? ეცით რა? მართალი გითხრათ, არაფერი მოლოდინი არა მაქვს. არ ვიცი რა იქნება. არაფერი არა, სიახლე. აი, არ ვიცი, ვერ გეტყვით. იმდენად უჩვეულოა ეს ყველაფერი. იმდენად უჩვეულოა, რომ არ ვიცი, ნუ ეხა მე ერთადერთი მოლოდინი და იმედი მაქვს იმისა, რომ მეუფე შიოს როგორც ვიცნობდი აქამდე, რომ ისეთი დარჩება და რაღაცნაირად თავმდაბლობით მიიღებს ამას ყველაფერს რა. ამის იმედი მაქვს. დანარჩენი რა გითხრა? ანუ როგორც თქვენ თქვით, უკვე დღეს გაცხადა ნება ღვთისა, ხო? რა თქმა უნდა, მე მაინც ვიტყოდი ესე, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველაზე მკვეთრად გამოხატული აზრი მე მქონდა, რომ ესე არ უნდა ყოფილიყო. ანუ მეუფე შიოზე კი არა მაქვს ლაპარაკი და არც მეუფე დანიელზე არა მაქვს ლაპარაკი, პრინციპზე მაქვს, რომ არ შეიძლება ეს უხერხულია ძალიან, რომ ესე იგი ჩვენ გამოვაცხადოთ ის, რომ მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით ჩვენ 70 წელზე მეტი ადამიანის პატრიარქობაზე უარს ვამბობ. არ არის ეს სწორი, არა. არ შეიძლება. ისე თავის დროზე რატომ ჩაიწერა ეგ თუ არსად არა? ვერ გეტყვით, მე წერდი ამაზე, მე არ მახსოვს ეს დებულებაში ჩვენ ჩაგვეწეროს მაშინ და არ მახსოვს. ვერ ვიხსენებ. მე მახსოვს რომ ამაზე ვიმსჯელეთ. არა, მიზეზი რა იყო ამის გასაგებია. არა, ამას გეუბნებით. ვიმსჯელეთ ამაზე, პატრიარქთანაც ჰქონდა საუბარი. ადრე იმ წლების წინ. აი, წლების წინ კი არა, თვითონ იმ კრებაზე. აჰა. დიახ. და მე არ მახსოვს ეს ჩანაწერი. მე ვწერდი ამას ყველაფერს რა და ჩვენ აბა საიდან გაჩნდა? არ ვიცი, ვერ გეტყვით. გადავწყვიტეთ მაშინ რომ ეს ზედაზღვარი არ ყოფილიყო. მე ესე მახსოვს რა. და ეხლა აღმოაჩინეთ, როცა ამ ახალი რეალობის ეხლა იმის მერე მართალი გითხრათ, ეს გაფართოებული კრების ოქმი აღარ მიკითხავს და არც ეს დებულება. მაგრამ თქვენ წერდით და გახსოვთ, რომ იქ არ ეწერა მაშინ. კი, ნუ არ არის არაბუნებრივია რა. არაბუნებრივია აბსოლუტურად, მაგრამ ნუ რა ვქნათ ეხლა ესეა თუ ისეა. რადგან გადავწყვიტეთ ესეა რა და ეს არის ამიტომ თქვი რომ ღვთისნება განცხადა რა.
კი ბატონო, ანუ სურათის შეცვლის მოლოდინი თქვენ არ გაქვთ, მეუფე შიოს მყარი 20 ხმა აქვს, რაც 50 პლუს 1 ნიშნავს ავტომატურად, ხო? ეს ვერ გავიგე 50+1 რა არის? ანუ უკვე საკმარისი ხმები პატრიარქობისთვის. 50%-ზე ამბობ? ხო, დიახ. კი. მე მგონია ხო. დაღლილი ხართ? ძალიან გათანგული ვარ დღეს. ხო, დამღლელი იყო და ემოციური. ხო, იმიტომ რომ ეს კრებაც ემოციური იყო და მოგეუბნებით ეს ჩემი ისიც. გულისწყეტაც ალბათ ქონდათ, რომ იქ აღარ იჯდა მისი უწმინდესობა. იცით რა, მე მაინც თვლი და ვამბობ ახლა მეუფე შიოს აღარ მოუწოდებ ან ახალ პატრიარქს ამას, მაგრამ აი სურათი ჩანს პატრიარქის ფოტო დევს იქა და სულ არ არის აუცილებელი პატრიარქის ფოტოს დადება იქ იმ საორძელის პატრიარქის საორძელია და მე ღრმად მწამს რომ პატრიარქი იქ არის და ამისი მაგალითი გვაქვს ჩვენ სახარებაში, როდესაც იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად სერობას აწყობდა ხოლმე და როდესაც მე იგი ამაღლდაზეცად მოწაფეები მის ადგილს ხელს არ კიდებდნენ და თებში და იმას უდებდნენ მაინც იქა და ითვლებოდა რომ იესო იქ არის. მე ესე პატრიარქს მიმართა მაქვს ესეთი დიდი მადლობა, მეუფე, მადლობა გაგაცილებთ სტუდიიდან, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და შევხვდებით მოკლედ კი ბატონო, მეუფე ნიკოლოზს დავემშვიდობები, გადაცემაში რეკლამის დროა დავბრუნდები რეკლამის შემდეგ.